და იმედია, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ იქნება, საქართველოში დავბრუნდები. მე იმედი მაქვს ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც ყველა მხარს უჭერს. იმედია, სექტემბრამდე მას სააკაშვილი ვერაფერს უზამს და ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვა. ხიზრი ალდამოვის სკანდალური განცხადებები სავარაუდოდ არჩევნებში კრემლის მოსალოდნელ მარცხს უკავშირდება. ქართული ოცნების ჩაშლილი წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელოში და ბრალდებები მაჟორიტარი კანდიდატის მისამართით, რატომ არ სჯერათ ოცნების დაპირებების ქვეყნის მაღალმთიანეთში და იყო თუ არა იარაღის კონტრაბანდით დაკავებული ყოფილი პრეფექტი და ამჟამად ივანიშვილის თანაგუნდელი მირიან წიკლაური. რუსუდან ჯიქია მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში თავად ისაუბრებს. რუსუდან გისმენთ. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მირიან წიკლაურია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში წარადგინა ყაზბეგში მაჟორიტარობის კანდიდატად. მის სახელს ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა უკავშირდება და ყაზბეგში ამ თემაზე ძალიან აქტიურად საუბრობენ. როგორც ყაზბეგელები ყვებიან, შავ საქმეებშია მირიან წიკლაური გარეული იმ დროიდან, როდესაც ის ყაზბეგის გამგებელი იყო, ანუ იმ დროინდელი ტერმინი რო ვიხმაროთ, პრეფექტი იყო. მის სახელს უკავშირდებდა ყაზბეგში ასფალტის ქარხნის მუშაობის შეჩერება და ამ ქარხნის ჩეჩნებზე მიყიდვა, ასევე მოსახლეობისაგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა და ამ თანხით იარაღის პროპაგანდის წარმოება. ავტორიტეტი ძრიალ გონჯი აქვს, იმიტომ რომ ჩამოვიდა პრეფექტად დადგა, მემრე მთელი ერთი ქარხანა იყო ასფალტისა, ის გაყიდა, ჩეჩნებს მიყიდა იქითკე და ადგა და მემრე ის ფული შაჭამა. შაუჭამა, ჩვენ ხალხს შაუჭამა ისაც. გზები გასაკეთებელი დააგრავს მთლად. იგი სუკელამიცის რაიონში რო არა ნორმალურად არა ჩატარებული არც არა მაგის მხრიდან. მოხევე ხალხი გაწირა რა, გასწირა. იარაღი შამაიტანა, იყიდა შავ საქმეებშიც იყო გარეული. შამაიტანა იარაღი და ადგა და ის ფულით შაჭამა. ვითომ რაღაც საქმეში უნდა გემეეყენა. რა არც ის გამაიყენა. ფული აკრიფა თითქმის მოსახლეობისგანაცა ჩუმჩუმად აიღა, მოაგროვა და შეჭამა ის ფულს. ისტორიულად მოხევეები ძალიან პირმართალი და ვაჟკაცი ხალხია, სწორედ ამიტომ მოხევე რესპონდენტები იშვიათად საუბრობენ ჭორის დონეზე, შეიძლება ითქვას გამორიცხულიც კი რომ მოხევე ჭორებს აყვეს, სწორედ ამიტომ ჩვენი რესპონდენტის მონაყოლი მისი მოხევეობიდან გამომდინარე უფრო მართალი და დამაჯერებელია. დამაჯერებელი გამოდგა ჩვენი ჟურნალისტის შეკითხვა მირიან წიკლაურისთვის, ეკა გაბუნიამ დაუსვა მას შეკითხვა ზუსტად ამ თემაზე, ყაზბეგში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს და მირიან წიკლაურმა ჩვენს კამერასთან საუბრისას აღიარა, რომ მოსახლეობისგან ფული ნამდვილად აკრიფა, თუმცა არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ამ ფულით იარაღი შეიძინა და ამბობს, რომ ეს თანხა მოხმარდა მოსახლეობას, თუმცა გასაკვირია, როდესაც სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში დაიხურა ერთადერთი ქარხანა, რომელიც ყაზბეგში მუშაობდა და ხალხს შემოსავლის წყაროს აძლევდა. მოსახლეობისაგან აღებული შემოწირულობებით მე იარაღი არ შემიძენია. აბა რაში დახარჯეთ ის თანხა მაშინ? არაფერში, ხალხის დახმარებაში. ძველი ხერხებით ვაპირებ, ისე აი ესეთი ხერხებით ხდებოდა მაშინაც, სიყვარულით, ურთიერთობით და მორჩ მეტი არაფერი. მე ამ ურჩევნის მოსყიდვა მჭირდება, კითხეთ. ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია დღეს ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეში ლევან იზორიას საარჩევნო აგიტაციას. იზორია დღეს საკუთარ მომხრეებთან ერთად ჩავიდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში, თუმცა იქ ადამიანებს გაუჩნდათ გარკვეული კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა ლევან იზორიას არ სურდა და ძალიან მარტივი ხერხი იპოვა. ადამიანი, რომელიც მას შეკითხვას უსვამდა, მან თავად მოუწოდა პროვოკაციისკენ და შეიძლება ითქვას, რომ აძალებდა, რომ მისთვის გაერტყა.
ჩხოროწყუს ინციდენტის შემდეგ ისევ ყაზბეგს დავუბრუნდებით, სადაც ძალიან საინტერესო რესპონდენტი გვყავდა, მოხევე, რომელიც როგორც ყაზბეგში ამბობენ, ხევის ბერობისთვის ემზადება. ამ ადამიანმა ძალიან საინტერესო ლექსი წაუკითხა რეალ ტივის კამერას, რომელიც ივანიშვილსა და მის მომხრეებს ეძღვნება და ძალიან საინტერესო ეპითეტითაც მოიხსენია ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებაში მოღვაწეობენ და მხარს უჭერენ, მათ კურდღლები უწოდა და ამის მიზეზს მოხევე ძალიან მარტივად ხსნის ის, ვინც რუსეთთან კარგ ურთიერთობაშია, ის, ვისაც რუსეთის კალთა იფარავს, მოხევეებისთვის კურდღელია. ივანიშვილის მომხრე მოხეები არიან კურდღლები და საღამოზე მოусმინა და თქვენ თუ არა კურდღლები. ეგ მაგას ვიტყვი. ივანიშვილის მომხრეები არიან კურდღლები. წერს ვინც ეხუტება, აბა რა უნდა თქვენ იმას. წერს ვინც ეხუტება. კურდღლები რატო არიან? შიშრები არიან. აი შიშრების არიან, ხდალების არიან და თან კიდევ ორპირებისა და გამყიდველების. ფულები შეყვარებიათ დამგვასებულ ხათ ტურებსა. ღმერთი თქვენ არა შეგარგებს ივანიშვილის ფულებსა. პუტინსა გადაირჩევენ, ვიღა დაგიწერს ქულებსა. ანკრემში ვიღა მოგართმევს ვლადი პუტინის ფულებსა. დამეთანხმება ალბათ მაყურებელი, რომ ძალიან საინტერესო მოხევური ლექსი მოვისმინეთ ახლა ჩვენ ყველამ ერთად. ძალიან საინტერესოა ასევე წინასაარჩევნოთ, როგორ აქტიურობს სოციალური ქსელი Facebook-ი. ბიძინა ივანიშვილიც ძალიან აქტიურია სოციალურ გვერდზე, ისევე როგორც ქართული ოცნება და ჩვეულებრივი ადამიანის პოტენციური ამომრჩევლებით ძალიან აქტიურად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკაზე ამ სოციალურ ქსელის გვერდებზე და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ჩანს ამომრჩეველს ივანიშვილის პარადოქსული დაპირებების ფონზე საკუთარი შეხედულებებიც გაუჩნდა. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს. ბიძინა რომ მოვა, ყველაფერში აღდგება სამართლიანობა, მათ შორის იმაშიც, რომ ზოგიერთი რამოდენიმეჯერ თხოვდება, ზოგი კი საერთოდ არც ერთხელ. როგორც ხედავთ, წინასაარჩევნოდ ყველა აქტიურია, ხოლო ქართული ოცნების მაჟორიტარები კი შეფერხების გარეშე ვერ მართავენ ფაქტობრივად ვერც ერთ შეხვედრას ვერც ერთ ქალაქში.